საქართველო გამზადებული იყო, რომ მართლა იმპერიად გადაზრდილიყო. ყველაფერი ქონდა მას ამისთვის. გამიგეთ, სწორად გეუბნები. ასეთი იყო დრო, საქართველო აკრებილი ქონდა ის აუცილებელი კონდიციები, რომელიც მას აძლევდა დროის შესაბამისად უფრო მყარ ერთეულად ჩამოყალიბებულიყო. მაგრამ პირველი მთავარი შეცდომა რაც იყო, მხოლოდ მთავარ ხაზებში ცალკე საუბრის თემა იგივე რაც დავით აღმაშენებლის ძალიან ჭკვიანმა გარემოცვამ შეცდომა დაუშვა პოლიტიკური თვალსაზრისით, როცა სახანო დატოვეს და ასე შემდეგ, არ ვცელდები. პირველი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო დემეტრე პირველი, რომელმაც ფაქტობრივად დაუშვა შეცდომები, იმიტომ რომ მამის ანდერძი და იმის არ გაყვა იმ გზას. მეორე სრული კატასტროფა იყო შიგა გადატრიალება და გიორგი მესამის ინტერესები გამომდინარე და თამარ მეფის მოყვანა ხელისუფლებაში. თამარ მეფისგანზე სრულიად განსხვავებული ელიტა, რაც ნიშნავს რევოლუციას, სწორად გამიგეთ. მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე ვალდებული ვარ ცოტა. როდესაც რევოლუცია ხდება, ელიტების მემკვიდრეობა შეუძლებელი ხდება და რევოლუცია ცვლის ელიტას. დავით აღმაშენებლის ელიტის არა მემკვიდრეობით გადასვლა მოხდა, არ მოხდა. არამედ ჩანაცვლებული იქნა სხვა ელიტით და სხვა ინტერესების ძალიან გავლენიანი ძმები მოექცნენ ელიტის სათავეში, რომლებსაც სომხეთის ტახტზე ასვლა სურდათ და საქართველო მათთვის იყო ძალიან დეტალურად არის გაცაანალიზებელი ყველა ისტორიული მასალით. მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, არ მყოფნის რაღაც ინფორმაცია, როგორი იყო საქართველოს დელეგაციის პოზიცია, როცა მოხდა დიდი განხეთქილება, ანუ სქიზმა და ჩვენ რა ხასუსვამ. ჩვენ გჭირდება ისტორიის ზუსტი რეკონსტრუქცია. მე არ მჭირდება პატრიოტი ისტორიკოსები, მე მჭირდება მეცნიერი ისტორიკოსები. გასაგებია, რომ ელიტების ჩანაცვლებამ სერიოზულმა როგორც ჩანს უზუსტობებმა გამოიწვია ის, რომ ქართული სახელმწიფოს დემონტაჟი დაიწყეს. და ჩვენ ამას აშკარად ხედავთ. მერე იყო აშკარა შეცდომები, როცა საქართველო შევიდა ისეთ დაპირისპირებებში, რომელშიც არ უნდა შესულიყო. არანაირი აუცილებლობა არ იყო. მე ძალიან დიდ სუპერუსუდანის დროს. მე ძალიან დიდ როგორ კაცო დელეგაცია გამოგიგზავნეს და შენ არც კი იცი, ვინ არის გაყარე. მეორე ჩვენ არ ვიცით ჯალალედინთან დამოკიდებული ისტორია, მისი წინადადებები, ხასუსვამ. ისტორია არის ისეთი, როგორიც არის და არა შელამაზებული. ჩვენ კარგად გჭირდება ზუსტად ასახვა. მე როდესაც გავახმიანე ეს პირველად რა უნდოდა თემურ ლენგს 8 ჯერ საქართველოში. ძალიან ჩემგან პატივცემული ადამიანი, გურამზე მაქვს ხედელობაში, ქართველიშვილი. განაწყედა, მაგრამ მე მის მიმართ უზარმაზარი პატივისცემა არის მომენტები, მე ყველაფერს ამა ისტორია არ შეიძლება პოლიტიკიდან იყოს მოწყვეტილი. გეოპოლიტიკური ანალიზის გარეშე ისტორია არის არაფერი. ეს არის ჯარი წავიდა, აქ ჯარი რატო წავიდა? ისთვის წავიდა? რა უნდოდა სადღაც ჯანდაბაში ვიღაცის სასარგებლოდ რო იბრძოდა. ამის ავღანეთში დღესაც შემორჩენილია ქართველების არანორმალური საბრძოლო გმირობები. გამიგეთ, დასალაგებელია ყველაფერი. დიახ. მე შემიძლია მოკლედ არის ისტორიული წყაროები, ბატონ დემურ? საკამარისი.
ჩემთან მე არაერთი ისტორიკოსი მოვიდა, რომელიც გასაგებია, რომ მე არ ვერიდები არაფერს, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მომავალი მინდა და ვიღაცამ ხო უნდა გაახმიანოს ეს ყველაფერი. მე ბოროტიკი არა ვარ, რომ მე თავზე ვიღებ ამ პასუხისგებლობას და რა კი კარგად მაგ გააზრებული იმისა, იმიტომ უამრავი დრო მიფიქრია, რა უნდოდა თემურ ლენგს 8-ჯერ საქართველოში. სანამ ამას არ ამიხსნით, მე ზღაპრები არ მჭირდება. ამიტომ პასუხობ ძალიან სერიოზულ კითხვას, ეს არ არის უბრალო კითხვა. ჩვენ ჯერ ქართველებს წინ გვაქვს ერთი რამ, იმედი მაქვს, რომ ახალ თაობაში გამოჩნდება პროფესიონალი ისტორიკოსები, რომელიც ამას გაივლის, ყველაფერს როგორც მეცნიერს ეკადრება. არა ვაშა პატრიოტ ისტორიკოს, რომელიც ზღაპარს გიყვება, არამედ მეცნიერი ისტორიკოს. მე არ მინდა მივიღო იმ ისტორიკოსების ყველა ნამუშევარი, რა თქმა უნდა, დიდი შრომა გაწეული, თუ გნებავთ საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსების და ისინი უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყვნენ. ყველაფერი არის გასაცრელი, რაც დასაჩენია დარჩება, რაც არა გასწორდება. ამიტომ მოკლედ რომ გიპასუხოთ რაღაც მოუხაზე საკითხებისა, ეს არის ის, რომ პოლიტიკურმა, მოდი ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურმა შეცდომებმა განაპირობა ის რეაქცია, რამაც დღის წესრიგში დააყენა ქართული სახელმწიფოს დემონტაჟი და წარმატებით განხორციელდა ის ყველაფერი. რატომ? პოლიტიკაში შეცდომის დაშვება არ შეიძლება. პოლიტიკაში შეიძლება რაღაც ჩაიდინო, რომელიც დანაშაულის სტოლფასი იქნება. ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ასეთი რაღაცები ქართველებსაც აქვს გაკეთებული. აიღეთ უგნებავთ გიორგი ბრწყინვალე. ყველაფერი დაპყრობილია, რაც დასაპყრობია. ჯარი უკმაყოფილოა, დაგვასაქმევ რაღაცითო, როგორ უნდა დაასაქმო ჯარი? ჯარს რა უნდა, იქ რომ იღომობდა, ალაფი მოქონდა და შეასია დღევანდელ ყარაბაღის და აი ამ მიდამოებს და იქ მამაკაცები საბრძოლად იყვნენ და რაც ქართველებმა მაშინ ქალები და ბავშვები ჟლიტეს, ეს ისტორიაა ჩვენი. კარგია, ცუდია, ეს ისტორიაა. არ ვაფასებ კარგობით და ცუდობით, ეს ისტორიაა. ამიტომ ისტორია არის ის, რასაც ქვია წარსულის რეკონსტრუქცია ზუსტად ისე, როგორც იყო.